როცა ადამიანი იაზრებს სიწმინდესთან მიახლებას და რა არის სიწმინდე და როცა ადამიანი ამ სიწმინდეს აი შეიგრძნობს ადამიანი ამ სიწმინდეს და მიხვდება ამ სიწმინდის მადლს, როგორია წმინდა ცხოვრება და როგორი ბედნიერება, როცა ადამიანი ცხოვრობს სიწმინდეში, როცა წარმოიდგინე შენი გონება გასუფთავებულია, გაწმენდილია შენი გონება, შენი ენა გასუფთავებული და გაწმენდილი ენა გაქვს, დასუფთავებული ენა გაქვს, შენი ენა არავის არ განიკითხავს, არავისზე ცუდს არ ამბობს, შენი ენიდან გილწი სიტყვა არ ამოდის, უძრახი სიტყვები შენი ბაგიდან არ ამოდის, შენ ეს ენა დამორჩილებული ყავს უკვე, იმორჩილებ ამ ენას, დამორჩილებული ყავს. იცით რა ბედნიერება, როცა ენა შენი ენა შენ გემორჩილება? იცით როგორი ბედნიერება, რომ შენ დამორჩილებული გაქვს და ამ ენას შენ ღვთის სადიდებლად იყენებ, რომ ღმერთი ადიდო ამენით, ადამიანებს მოეფერო, ადამიანებს სიყვარული გამოუხატო, ეს ამ ენას მხოლოდ ამაში იყენებ, რომ ყველას ამ ენამ სიტკბო და სიხარული გამოუხატოს. ამ სხეულს, ამ ხელებს, ამ სხეულს, რომ სიწმინდეში რო იყენებ, რომ ეს სხეული არავის არაწმინდად არ ეხება, სიბუწით არ ეხება ეს სხეული ვინმეს. აი რაღაც არ გინდა რომ სიბუწით შეეხო ამ სხეულით ვინმეს, ეს სხეული დამარხული გავს, უფრთხილდები ამ სხეულს ძალიან, რომ რაღაცა ეს სხეული არაწმინდად არავის არ შეეხოს, უფრთხილდები ამ შენ სხეულს. ჩვენ როცა ვინათლებით, მე ხშირად მithქვავს, ესეც საგალობლოს გალობ ჩვენ. რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელ გვიღებიეს, ქრისტეს შეგვიმოსიეს, ალილუია. ჩვენ ქრისტიანები ქრისტეს შემოსილები ვართ, ჩვენ ქრისტიანებმა ქრისტეს შევიმოსეთ. ქრისტე ყავს შემოსილი, წარმოიდგინე ამ სხეულით. ქრისტე ყავს შემოსილი. ჩვენ ამ სხეულით წმინდა ზიარებას ვიღებთ. ჩვენ ამ სხეულზე წმინდა მირონი გვაქვს ნაცხები, სული წმინდის ბეჭდითაა ჩვენი სხეული დაბეჭდილი. წარმოიდგინეთ, რამხელა რამეა, რომ შენი სხეული სული წმინდის ბეჭდითაა დაბეჭდილი. და როცა ეს იცი რომ დათულობაში როცა გეუნება, როცა მღვდელი გნათლავს და გეუნება, ბეჭედი აღუტე ხელად, ანუ შეუბულწავად უნდა შეინახო შენ ეს სხეული. მარტო სული კი არა, შენი სხეული უნდა შეინახო სიწმინდით, პატიოსნებით და სისუფთავით. მერე შე როგორ გაბედამ რუშობას, ანამ ცოდვას როგორ გაამართლებს საერთოდ. როგორ ახსნი, აი როგორ მოუძებნი ამ ცოდვას ახსნას. და როგორ მოუძებნი რომელიმე ცოდვას მერე ახსნას, აი როგორ ახსნი რომელიმე ცოდვას, რომ იცი რა ეს ცოდვილია და ესია და მერე რა კი არა სიკვდილია. მერე რა კი არა სიკვდილია ყველა ცოდვა. ყველა ცოდვა სიკვდილია. და ეკლესია სულ ღაღადებს, ხმაურობს, იძახის, გეუბნება რომ მოკვდები ცოდვაში, მოკვდები. პავლე მოციქული ამბობს, ესეც ყვის ცოდვის საგზალი სიკვდილია. პირდაპირ ამ დროს ამბობს, რომ ცოდვის საგზალი, ანუ შენ როცა ცოდვას საგზლად აიღებ, ეს შენი ცოდვა შენი სიკვდილი გახდება, შენ მოკვდები მარადილ სიხარულს დაკარგავ, წარმოიდგინე იმაზე ძვირფასი რა უნდა დაკარგო ახლა ადამიანი მარადილ ცხოვრებაში 60-ს რო დაკარგავ. ის გამოც ღმერთი ჯვარზე გაეკრა. ღვთისმშობელი რო არ დაბადებულიყო, ესეც საკითხავები ეწერა, საოცარი, გუშინ საოცარი საკითხავები იკითხებოდა ცისკრის და წუხრის და ცისკრის ოცვებზე. და ეს რამეს ამბობდა გუშინ საკითხავებში, რომ ღვთისმშობლის დაბადებით ევამ შემოიტანა მწუხარებაო და ღვთისმშობელმა სიხარული მოგვიტანაო ჩვენო, ყველა სიხარული მოგვიტანა. მამები განმარტავენ წინამები, რომ სიხარულის დაბადებითო ცოდვა მოკვდაო. როგორც კი ღვთისმშობელი დაიბადა, ადამიანებისთვის 60-ის კარი უკვე გაიხსნა. მათთვის 60-ის კარი. მათ უკვე საშუალება მიეცა, რომ ღვთისმშობელი იყო კარიბჭე, 60-ის კარიბჭე გახდა. ანუ ის კარი, რომელსაც შეაღებს შენ და შეხვალ 60-ში, ანუ ღვთისმშობლით, შენ 60-ში შედიხარ, როცა ამ დიდ კარიბჭეს გააღებ, ღვთისმშობლის კარიბჭეს გააღებ და მაშინ შეხვალ. ეს რო გაიგო, შენ ღვთისმშობელი უნდა გაიცნო. უნდა მიხვდეს შენთვის ვინ არის და რა არის ღვთისმშობელი, რამხელა სიკეთეა შენ ღვთისმშობელი, როგორი ბედნიერებაა, წარმოიდგინე, როგორი დედა ყავს, აი როგორი დედა. ახლა წარმოიდგინეთ, ახლა შვილი, რომელიც დედას რამეს თხოვს. აი მანახე დედა, რომელიც შვილს სათხოვარს არ შეუსრულებს. აბა მანახეთ ეგ დედა, რომელსაც საკუთარი შვილი არ უყვარს და მასზე არ ზრუნავს. ეგეთი შვილი მანახეთ, ეგ დედა მანახეთ. არ არსებობს ეგ დედა და თუ ხორცელი დედები ესეთები არიან, რომლებიც საკუთარ შვილს ყველანაირი სიკეთეს უსრულებენ. ეს ზეციური დედოფალი, ეს საოცარი დედოფალი, დედა ღვთისმშობელი, წარმოიდგინე შენ მასთან მიხვიდე, მას გულწრფელად მიმართო, მას რაღაცა თხოვო და დედა ღვთისმშობელი შენ ამ სულს არ აგისრულებს. შენ დედა ღვთისმშობელი გვერდ არ დაგიდგება, მაგრამ არ დაგიდგება იქ, სადაც იცი რომ ეს თხოვნა შენ არ გჭირდება, როგორც დედამიწს ახლა რო შვილი რაღაცას რო თხოვს და იცი რომ ეს სათხოვარი მისთვის საზიანოა. ხო არ შეგისრულს ამ თხოვნას, მაგრამ თუ ძალიან თხოვდა, მე მოგცემს, მიდი დაზიანდი, მე გეტყვის.
ისევ შენთვის. იმიტომ რომ შენ აღარ მოშორდი ამას და თუ კეთილთხოვნას ხო რაც შენ სულს გააწმინდავს, გაასუფთავებს, დედა ღვთისმშობელი იმ წამსვე შეისმე შენ სამთხოვნას.